ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ განახლების დროა. ახალი გამოწვევები, მიზნები და შესაძლებლობები გელოდება. ამიტომ მოემზადე მათთვის თანამედროვე ტექნიკის და ინოვაციური მეთოდების დახმარებით, რათა თითოეულ დავალებასა და დაბრკოლებას მარტივად გაუმკლავდე. პირველი, მინდა გაგაცნოთ აპდეტი, რომელიც თავისი მრავალფუნქციურობით ნამდვილ პორტატულ სამუშაო სივრცეს შეგიქმნის. Blackview Mega 2, რომლის 12-ინჩიანი ეკრანი იდეალურია როგორც ლექციების საყურებლად და ელექტრონული წიგნების საკითხავად, ისე პრეზენტაციების შესაქმნელად. მას აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი მუდმივი მეხსიერება, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ათასობით ფაილის, სახელმძღვანელოსა და აპლიკაციის შენახვა თავისუფლად შეგიძლია. ტაბლეტს ასევე აქვს LTE მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ინტერნეტთან შეუფერხებულ კავშირს. შენი ლეპტოპისა და საჭირო ნივთებისთვის ასევე დაგჭირდება Lenovo-ს ყოველდღიური ზურგჩანთა, რომელიც იდეალურად ერგება სტანდარტული ზომის ლეპტოპებს. მისი მრავალფუნქციური ჯიბეები და სათავსოები მარტივად დაიტევს წიგნებს, წიგნაკებს, ხოლო მისი ერგონომიური დიზაინი და მორგებული ზომები უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს მთელი დღის განმავლობაში. განტვირთვისთვის საუკეთესო არჩევანია House of Marls Little Bit ყურსასმენები. კომფორტული ბალიშები და პასიური ხმის ჩახშობა სხვა სამყაროში გადაგიშვებს, რაც ხალხმრავალ ადგილებში ან ბიბლიოთეკაში წასვლის დროს იდეალურია. მაღალი ხარისხის ხმა კი საშინაო დავალების შესრულების ან დასვენების დროს მუსიკის მოსმენას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. დროის მართვის და ჯანმრთელობის მონიტორინგის საუკეთესო დამხმარეა Canyon Jack-ის Smart საათი. ის არა მხოლოდ გიჩვენებს დროს, არამედ გეხმარება იყო ორგანიზებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეგახსენებს მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ლექციებს, აკონტროლებს შენს აქტივობასა და ძილს, ხოლო მისი ვარჯიშის რეჟიმები დაგეხმარება ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში. ერთი სიტყვით, ეს Smart საათი შენს პერსონალურ ასისტენტად იქცევა და მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს ყოველდღიურ რუტინას. შეხვდი ახალ სასწავლო წელს მომზადებული. ყველა ამ პროდუქტის დეტალური აღწერის ნახვა და შეძენა შეგიძლია ალტა საიტზე. მული აღწერაშია. წარმატებებს გისურვებ ახალ სასწავლო წელს.